როგორ შევქმნათ ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ჩვენს მაგივრად დაწერს საპასუხოდ მეილებს, ოღონდ არ გააგზავნის, სანამ ჩვენ არ დაუდასტურებთ. ამ შემთხვევაში მეილს გავაგზავნი, სატესტო მეილს გავაგზავნი Gmail-დან, მაგრამ მიმღებად გამოვიყენებ Zoho-ს. თქვენ შეგიძლიათ რაც გინდათ ის გამოვიყენოთ. ასევე დაგჭირდება რაც მთავარი ავტომატიზებისთვის Make, რომელიც უძლიერესი ინსტრუმენტი არის, აუცილებლად გირჩევთ ყველას, რომ გაიცნოთ როგორც მინიმუმ. ესე იგი, როგორ გეთდება ავტომატიზაცია? სულ 3 პუნქტისგან შედგება. პირველი ეს არის მეილის გამგზავნი, სადაც connect-ს უკეთებ, ჩემს mail service. აქ ავირჩიე ის მეილი, რომელიც დავაკონექტე. შემდგომ გჭირდება ChatGPT და იქ API კრედიტები ნაყიდი უნდა გქონდეს, ვიყიდე $5 კრედიტი, გამოიყენებს თითო მეილის შესრულებაზე 1 ცენტს, ფაქტურად 500 მეილის დამუშავება შემიძლია რაღაც $5. აქ რო გავხსნა, აქ ნახავთ, რომ თქვენ უბრალოდ ყველა პუნქტს უნდა მივუყვეთ, სათითაოდ თუ რამე agro-online help შეგიძლიათ გამოიყენოთ, ჩემ შემთხვევაში ასეთი კონფიგურაცია არის. ხა აქ ტექსტით ჩაიტვირთება. ხო, ტექსტ რაც შეეხება შეგიძლიათ აქ ცვალოთ, აუმჯობესოთ, მოკლედ დენელა დახვეწოთ. მე ახლა უცებ გავაკეთე ამას რეალურად ამ კონკრეტულს პრაქტიკაში არ ვიყენებ. ხო, გვაქვს ასევე არჩეული მეორე მესიჯი, ან პირველი მესიჯი არის ეს ინსტრუქცია, მეორე მესიჯი არის უშუალოდ მეილის კონტენტი და აქ თაგებად მაქვს ჩაყრილი. შიგნით რო ჩააკლიკოთ, ნახავთ რომ აი ჩანს აქ რაღაცეები. შეგიძლიათ ეგ პირდაპირ კლიკების საშუალებით ჩაყაროთ ეს ინფორმაცია. ხა მე მივაწოდე უბრალოდ კონტენტი მეილის. ხო, ეს მაქვს, უქმოთ არაფერი არ შემიცვლია. ფაქტურად ახლა შემდეგი ეტაპი რაც გვჭირდება ის არის რომ გაიგზავნა, მიიღო, გაანალიზა, დაამუშავა, პასუხი აქვს, უბრალოდ დრაფტი უნდა შექმნას. აი ქვემოთ ნახეთ ამ წარწერებს დააკვირდით, როდესაც კომპონენტ შექმნით, აი ეს ქმედებები გამოიყენეთ. იმიტომ რომ როდესაც აირჩევთ რომ მაგალითად Zoho mail-ია, ან Gmail-ი არის, ან რამე mail-ი, იქ ნახავთ რომ რა ქმედება გინდათ რომ შეასრულოს. შესაბამისად აირჩევთ აი ქვემოთ რაც წერია ამებს. ხა draft რაც შეეხება, ისევ იგივე mail-ი არის, უბრალოდ გავუწერე რომ თუ ადრესში დაწეროს from-ი, ანუ მიმღები, იქედან ვინც გამომიგზავნა, აქ არის ვისაც უგზავნი. result-ში არის შედეგი, რა თვითონ პასუხის დამიბრუნა, ეგ და აი შეგიძლიათ დააპაუზოთ, გადახედოთ, სხვათა შორის ვიდეო შეინახეთ, გამოგადგებათ. ეხლა კიდე გავტესტოთ. ხო, სხვათა შორის მე მიყენია ყოველ 15 წუთში შესრულება. მე მგონი ეს რაღაც ცალკე demo account-ი მაქვს გახსნილი და ფასიანი ვერსია არ არის და შეიძლება მაგიტო არის. სავარაუდოდ და არის ეგეთები, სადაც instant შესრულება არის და შესაბამისად მას აირჩევთ. ალბათ ფასიან ვერსიაზე იქ გამოჩნდება აქ არ ვიცი ახლა მაგაზე უეჭველი ვერ გეტყვით. ახლა გავაგზავნოთ მეილი. send-ი გავუკეთეთ და აქ უნდა მივიღოთ. აი მეილიც მივიღეთ. ეგ არის. ნახეთ, შინაარსი ამოვიკითხეთ და რო არ ველოდო აქ სანამ 15 წუთში შეასრულეს, მოდი ხელით გავუშვებ. ახლა ამ შემთხვევაში რადგან ტესტავთ. აი ნახეთ ღებულობს შეტყობინებას, ამუშავებს, პასუხს აგენერირებს და ახლა ქმნის drafts. დაბრუნდეთ აქ, გადავიდეთ, აი draft-ში ერთიანი გვაქვს. შევდივართ draft-ში და აბა ვნახოთ რა დაგვიწერა. ჭირდება დახმარება, ეს იმის პასუხი იყო, იმის subject-ი იყო email-ის. ეს არის ვისგანაც მივიღე და აი გამარჯობა. ეს საკმაოდ მარტივია, ქვემოთ მომზადდა დეტალური ინსტრუქცია და აი ნახეთ უბრალოდ. აი თქვენ რო ახლა ეს დაგეწერათ, რამდენ დროს დაკარგავდით. აი ეს რო თქვენ დაგეწერათ და ამან გააკეთა უთქვენოთ რამოდენიმე წამში. უფრო მეტი ღირებული კონტენტის მისაღებად, უბრალოდ უნდა გამოიწერო ჩემი არხი და დაწერე კომენტარებში კიდე რა ტიპის ავტომატიზებების გაკეთებას ისურვებდი, ვეცდები რომ პრაქტიკულად შემოგთავაზო.